აპრილიდან ფერმერებისთვის სარწყავი წყლით სარგებლობის ტარიფი გაიზარდა, მათთვის ხარჯების შემსუბუქების მიზნით კი სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი მოდელი დანერგა. მექანიზმი ითვალისწინებს განსაკუთრებულ პირობებს კონფლიქტს პირა სოფლებზე, სადაც სარწყავი წყალი სრულად დაფინანსდება. როგორ მუშაობს სუბსიდირების ახალი მოდელი პრაქტიკაში და რამდენად უმსუბუქებს ფერმერებს ტარიფის ზრდის გავლენას, სუბსიდირების მექანიზმის დეტალებზე ვისაუბრებთ საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან გიგლა თამაზაშვილია. დილიდან ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიგლა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მიესალმები მაყურებლებს, დიდი მადლობა ეთერის. ბატონო გიგლა, 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა ტარიფის გადახედვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ამხელა პერიოდი არის კიდეც პასუხი იმისა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ახალი ტარიფის დაწესების აუცილებლობა. ერთი თვეა უკვე ძალაშია ახალი ტარიფი. მინდა გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა შედეგებზე სასაუბროთ, მაინც რა გამოიკვეთ? ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი დავიწყო ჩვენი საუბარი 2011 წლიდან. ზოგადად ცვლილებები და რეფორმები აღნიშნულ სფეროში არ გახორციელებულა. ერთ-ერთი მიმართულებაც სწორედ ეკახლა, რომ სატარიფო პოლიტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები და რაღაც ახალი გამოწვევები საქართველოს მელიორაციის დანერგილი არ იყო. დღევანდელი გამოწვევებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, დღევანდელი სოფლის მეურნეობის გამოწვევებიდან და გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ გარკვეული რეფორმები გატარდეს ამ დარგში. ის რომ ეს დარგი სოფლის მეურნეობის განვითარების ქვაკუთხედია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია როგორც უხმოსოვალთან, ისე ხარისხიან მოსავალთან და ზოგადად მოსავალის დადოებასთან აგროპროდუქტის განვითარებასთან, ამაზე ორი აზრი არ არის და ამაში ყველა ჩვენი მაყურებელი დამეთანხმება. რეფორმების დრო იყო, თუმცა ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რეფორმები რატომ უნდა დავიწყოთ სატარიფო პოლიტიკით, უნდა დავიწყოთ სხვადასხვა სფეროთი? არა, ამაშიც არ დავეთანხმები ოპონენტებს. სატარიფო პოლიტიკა ერთ-ერთი თანდევი მიმართულება გახლდათ რეფორმები დაწყებულია და სხვადასხვა მიმართულებით მიდის. ეს არის როგორც მომსახურების ხარისხი, ეს არის როგორც უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციის მიმართულებები, ეს არის როგორც წყალსაცავების მშენებლობა და ამაზე მე მრავალჯერ ვისაუბრე სხვადასხვა ეთერებით და გამოვიყენე ის დრო, რომელიც შეძლო ჩვენ მოსახლეობამ ამას უშუალოდ ამჩნევს ჩვენი მოსახლეობა, როგორი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამის პარალელად უნდა მოხდეს სატარიფო პოლიტიკის რეფორმა და სატარიფო პოლიტიკის გატარება, იმის დროს ეს იყოს თანხმედრაში და შესაბამისობაში. რამდენად არის გაზრდილი ტარიფი, რომ გითხრათ და აქვე ვისაუბროთ პარალელურად სუბსიდირების მექანიზმზე, რაც რეალურად ამცირებს იმ ტვირთს, რაც შეიძლება ფინანსურად ფერმერს დაუდგეს. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა? პრინციპში არაფერი არ შეცვლილა იქიდან გამომდინარე, რომ პირველი მიმართულება რაც გახლავთ, ეს გახლავთ ის, რომ დღემდე და ადრეც არსებობდა წყლის მორწყვის ციკლები, ეს გახლავთ გარკვეული პერიოდები, როდესაც მომხმარებელი მოდის და მელიორაციას უკვეთავს გარკვეულ პერიოდში თუ რა პერიოდში სჭირდება რა რაოდენობის წყალი, აღნიშნული მექანიზმი ისევ ძალაში ჩაცა და ერთი მორწყვის ციკლი მე მინდა ხაზი გაუსვამ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, ერთი მორწყვის ციკლი გახლავთ 15 დღე. გასულ ტარიფში, რომელიც არაფერს არ ეფუძნებოდა, მთლიანი სეზონის მორწყვა გახლავთ 75 ლარი, თუმცა ფერმერი ვალდებული იყო მისულიყო მელიორაციის ოფისში გაეფორმებინა წყალსამმრავლო განრიგი, მოენიშნა მისთვის სასურველი დრო და სასურველი პერიოდი, თუ როდის უნდა მიეწოდებინა მელიორაციის წყალი, ბუნებრივია ერთიანად ყველა ვერ მოწყავდა საჭიროა რიგიტობა და ამგვარად ტარდებოდა შემდეგი ოპერაციები. ეს ღირდა 75 ლარი. დღესდღეობით სემეკის მიერ გადათვლილი პოლიტიკის მიხედვით, რა თქმა უნდა დადგინდა 1 კუბი წყლის საფასური და იგი შეადგენს 8.3 თეთრს ჩათვლით, ერთი ციკლის ოპერაცია არ ნიშნავს ერთ მორწყვას, ერთი ციკლის ოპერაცია ნიშნავს, ერთი ციკლი ნიშნავს 15 დღიან ოპერაციას, გახდა 116 ლარი. ანუ 116 ლარს გადაიხდის ერთი ციკლის ოპერაციაში ჩვენი მომხმარებელი. ხოლო დანარჩენი მეორე, მესამე, მეოთხე ციკლი სულად იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ. ანუ თუ ამას დღეებში გადავიყვანთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის. ერთი ციკლი, ერთი დღესშეთანხმებული წყალსამმრავლო განრიგში ერთი ციკლი მოიცავს 15 დღეს, 15 დღის განმავლობაში ფერმერი რამდენჯერაც მისთვის სურვილია იმდეს მორწყავს, ხოლო დანარჩენი 45 დღე, რომელსაც სახელმწიფო ჩუქნის, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს შეუძლია იმ რაოდენობით მოწყას, რამდენიც სასურველია. ამიტომ რატო ვაკონკრეტებთ ამათ ხშირად არის ხოლმე ჩვენი ოპონენტების გაკითხვა, რომ
მოხდება 4-ჯერ მორწყვა და პირობითად რას ეყოფა ბოსტნეულს 4-ჯერ მორწყვა. არა. ეს არ გახლავთ 4-ჯერ მორწყვა, ეს გახლავთ 4 ციკლი, რომელიც მოიცავს ერთი ციკლი 15 დღეს, ჩამში 60 დღეს. თუ რომელიმე ფერმერს დამატებით უნდა, რა თქმა უნდა, დამატებით შეუძლია გააფორმოს წყალს სარგებლობის განრიგი და ეს დამატებითი ღირებულება აქვს. ღირებულება გადაიხადოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, რომ 4 ციკლი, დასუბსიდირებული ციკლი, წყლის ციკლი მოიცავს 60 დღეს. კი ბატონო და როგორია მიდგომა გამრიცხველიანებული და გაუმრეცხველიანებელი ფერმერების მიმართ და ზოგადად ფერმერთა რეგისტრაციის მაჩვენებელი როგორია ეს ვიხარით? უშუალოდ სანამ გამრიცხველიანებას გადავარ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ფერმერმა. ფერმერი აუცილებლად უნდა მივიდოს მელიორაციის ოფისებში, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადგილზეა, ან პირადად უნდა დაარეკოს. ხშირ შემთხვევაში მელიორაციის თანამშრომლები ჩადიან უშუალოდ რეგიონებში და რეგიონულ ცენტრებში, სოფლების ცენტრებში, სადაც შეიძლება შეიკრიბონ და უშუალოდ უნდა გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი. რა არის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება წყალსამმერო განრიგი? ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელთაც მელიორაციას ავალდებულებს და არც ერთ შემთხვევაში ფერმერს. მელიორაციას ავალდებულებს, რომ გარკვეულ ადგილზე ფერმერისთვის სასურველ ადგილზე სასურველი ოდენობით მიიტანოს წყალი. ამ შემთხვევაში ფინანსური ვალდებულება არც ერთ შემთხვევაში არ დგება ფერმერის ხარეს. ფინანსური ვალდებულება და ვალდებულება გადადის მელიორაციის ხარეს, რომ ფერმერისთვის სასურველ დროს მიეწოდოს სასურველი რაოდენობის წყალი. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ფერმერმა მოითხოვოს წყალი. ამის შემდეგ უშუალოდ გადახდის ოპერაციები იწყება მაშინ, როდესაც ფერმერი მიიღებს უშუალოდ მომსახურებას. ანუ როდესაც ჩატარდება წყლის ოპერაცია, როდესაც ორივე მხარეს შეთანხმება, რომ ოპერაცია მიღებულია, ანუ პირველი ციკლი 15 დღიანი წყლის ოპერაცია ჩატარდება, მას შემდეგ მოხდება პირველი თანხის გადახდა, ხოლო დანარჩენი თანხისგან განთავისუფლება. პროცესი რამდენად გამართულია ფერმერსა და მელიორაციას შორის, რომ გითხრათ და ამ ნაწილში გამოწვევა სად ისახება? დიახ, კიდევ ერთხელ ვიზახი, იმიტომ რომ თვითონ უშუალოდ წყალსარგებლობის განრიგების შეთანხმების არ გახლავთ ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ სატარიფო წინა პერიოდი, სატარიფო პერიოდი არაფერს არ ეფუძნებოდა, ფერმერები არ იყვნენ მიჩვეული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებას. წყალსარგებლობის განრიგი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ერთიანად ვერავინ ვერ მოუწყავთ. საჭიროა რიგითობა, ერთმანეთს დაუთმოთ წყალი ჩვენი დღევანდელი გამოწვევებიდან. მართალია ძალიან მდიდარი ქვეყანა ვარ წყლის რესურსების მხარით, მაგრამ უშუალოდ სავეგეტაციო პერიოდში, წყლის პერიოდში ჩვენ გვაქვს გარკვეული დეფიციტური რაიონები და გარკვეული დეფიციტები, იმიტომ რომ ძირითადად მდინარის ჩამონადენზე ვარ დამოკიდებული, რომ აუცილებელია წყალსამმერო განრიგის შეთანხმება და მელიორაციის დავალდებულება, ეგრეთ ვთქვათ, მელიორაციის დავალდებულება სასურველ ადგილზე სასურველი რაოდენობით ფერმერს მიუტანოთ წყალი. ბატონო გიგლა, ინფრასტრუქტურის ნაწილსაც რომ შევეხოთ, რამდენად დიდია წყლის დანაკარგების სისტემაში ეს თუ არის პრობლემა და რა კეთდება მის აღმოსაქმრებლად? ბუნებრივია, ძალიან ბევრი წლების განმავლობაში არ მიდიოდა ძირეული რეფორმები აღნიშნული მიმართულებით და გარკვეული უშუალოდ სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, როგორც ჰიდროტექნიკური ნაგებობების რიგი, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სამუშაოს მოიცავს. ისტორიულად მაქსიმალური თანხა არის ჩადებული წელს რეაბილიტაციაში, თითქმის 85 მილიონი უნდა დაიხარჯოს კაპიტალური მშენებლობების მიმართულებით მარტო წლევანდელ წელს. თუმცა ეს არ ნიშნავს 85 მილიონი, რომ ამით სრულდება 85 მილიონი გახლავთ დაახლოებით 250 მილიონის პორტფელიო, ანუ წელს დაწყებული პროექტები გაგრძელდება რამოდენიმე წლის განმავლობაში და საერთოდ ჯამში 250 მილიონი გაიხარჯება. რეგიონალური გადანაწილება როგორია? ინფრასტრუქტურის მიმართულებით. დიახ, რა თქმა უნდა, რეგიონული გადანაწილება თანაბრად ვითარდება და ჩვენ ყველა გამოწვევას ვუძლებთ. პროექტები მიმდინარეობს როგორც დასავლეთ საქართველოში და ძირითადად დაქასწრული სადრენაჟო მიმართულებით არის ძირითადად პროექტები, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და იმ დეფიციტურ რაიონებში, სადაც არის ძირითადად წყლის მოთხოვნება. ერთი მიმართულება მინდა დავამატო, ცოტა უკან რომ დავბრუნდე, ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ქართლის მოსახლეობისთვის და მათ შორის კონფლიქტის ზონა მოსახლეობისთვის უნდა აღნიშნო, რომ ამ შემთხვევაში წლევანდელი წელი მასთვის განსაკუთრებული წელია, იმიტომ რომ სრულად არიან განთავისუფლებული ისინი ყოველგვარი გადასახედებით. საჭიროა მხოლოდ მელიორაციის ოფისებში მისვლა და წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება. თქვენ ახსენეთ გამრიცხველიანება. გამრიცხველიანება დიახ, სუბსიდირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მელიორაციის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა წყლის
რაციონალური გამოყენება და რაციონალური დახარჯვა შესაბამისად ხელს უწყობთ გამრეწვალენების თემას, თითქმის ანახეორებს ან ამეოთხედებს წყლის რესურსების მოხმარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ფერმერზე ხდება შემდეგ მომთხოვში წყლის გადანაწილება მრეწველის დაყენების შემთხვევაში, დამონტაჟების შემთხვევაში და ამას ხელს შეუწყობს მელიორაცია, თუ კი ამის წინაპირობა ფერმერისგან იქნება, გამოდის რომ აღნიშნული დასუბსიდირებულია და ის რწყვის ოპერაციების დროს არასდროს არ გადაიხდის იმ დადგენილ 116 ლარზე მეც და პრაქტიკულად გადაწყვეტ დანარჩენი მისთვისაც სუბსიდირებული იქნება და შესაბამისად რა თქმა უნდა უპრიანია რომ მრავალწლიანი ნარგავების მფლობელები მათ შორის ის ადამიანებიც ბოსტნეული კულტურა მოყავს და შესაძლებელია წვეთოვანი სისტემის ან სხვადასხვა დაწვრილების სისტემის განვითარება ნელ-ნელა გადავიდეთ აღნიშნულ მიმართულებას და სოფლის გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული კუთხით ექნება ძველი ბევრი პროგრამები, რომ აღნიშნული მოწყობილებები დანადგარები შეიძინონ. კი ბატონო და მხარდაჭერის მექანიზმებზე ამ უწურავი ინფორმაცია ძალიან საინტერესოა ფერმერებისთვის. ერთ-ერთი გამოწვევა ინფორმირებულობის ნაწილიც არის და მოდით ბოლოს უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ვისთვისაც ეს თემა არის რელევანტური, თუ სად შეუძლიათ ამ უწურავი ინფორმაციის მიღება, თუ რა როგორ უნდა მოიქცნენ ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის პერიოდში მოსახლეობიდან სწორი ბიტანა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ კონტინგენტს წარმოადგენს მელიორაციის მოხმარებლები, იმიტომ რომ ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობის საქმიანობით არიან დაკავებული და დღეს აქვს პერიოდი, როდესაც ძირითადად თავის სასოფლო სამეურნეო სავარგულებში არიან. მელიორაცია აქტიურად არის ჩართული უშუალოდ სოფლების თემების დონემდე მიდის ჩვენი თანამშრომლები და ხდება უშუალოდ მიწოდება ყოველდღურად SMS-ები ეგზავნებად პრაქტიკულად და ხდება ინფორმირება და მუშაობს ხელი ხაზი. ხელი ხაზი მუშაობს, რომელიც დღეს გამართულია და 00:10:00-ზე შეიძლება დაიყო და ნებისმიერი ინფორმაცია მუშაობს ჩვენი სოციალური ქსელი, მუშაობენ ჩვენი რეგიონალური სამსახურები, რომელიც დავამატეთ კახეთში ამ გამოწვევიდან გამომდინარე 3 მომსახურების ცენტრი, ეს გახლავთ კაჭრეთში, ეს გახლავთ ცნორში, უახლოეს მომორში გაიხსნება დმანიში, შიდა მცირე მომსახურების ცენტრები, სადაც ჩვენ ფერმერები შეიძლება თავისუფლად მივიდნენ და ნებისმიერი ის სერვისი, რაც მელიორაცია გასცემს, მათ შორით კითხვები, პასუხები, ეს იქნება წყალსარგებლობის განძიგთან დაკავშირებით, ეს იქნება სხვადასხვა დაკისრება, მიიღონ ამომწურავად და მათ შორის გამოთქვან პრეტენზიები პირველ რიგში, მათ შორის გამოთქვან პრეტენზიები მელიორაციის ბუნებრივია, რადგან შემდეგი რეფორმის შემდეგი ნაწილი უკვე მათ უკავშირზე იყოს დამყარებული. შემდეგი გამოწვევა და ბუნებრივია იქნება ამ პრეტენზიაზე ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში მელიორაციის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამ უწურავი ინფორმაციისთვის. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით სარწყავი წყლით სარგებლობის დეტალებზე, განსხვავებული ტარიფია და ასევე სუბსიდირების მექანიზმი ამოქმედებული, როგორც შევიტყვეთ.